აი ხუხურეთ ახლა რამდენი აგდებს ზევიდან აი ეს გამლელი საკდებს ნებისმიერი არის შანსი რომ ნებისმიერმა გადაყაროს აქ უყურე რა ჯოჯოხეთი აი ეს არის ანტისანიტარია ამას უნდას მოსახლეობა ჩვეულებრივად ეს გადავიღე შარშან წინ აი ამდენი ნაგავი აი ეს არ იწმინდება რკინიგზას პასუხი აქვს წესით მოსათხოვი დასვავი სამსახური ამის ახლა რატომ არ შემოდის რატომ არ წმინდას აი უყურეთ 20 რიცეზე ანუ ძველი ელექტროდეპო ეს ნებისმიერი ადამიანი ეს გადადის და ზევიდან ყრის ნაგავს რა ხელიდან იშორება და ესე გროვდება რა ეს სულთლიანად ზევიდან გადმოყრილი ნებისმიერი გამლელი გამოვლელი ადგილობრივი არის შანსი ვის აქ მუშაობს მანქანით გადის გამოდის და აგდებს რა ხედავს რომ ნაგავი გდია და იშორებს იმ ნაგავს ხელიდან ქვედამ ხარეს ვინც გადადის და გადმოდის ნაგავს ოხრად ხრის ზევიდანაც ხრიან ნაგავს ასე გამლელსაც აქ საშუალება გადაყაროს ნაგავია იქითაც ნაგავია ეს გაყოლება სულთლიანად ვაფშე არ იწმინდება და პირიქით ემატება ეს არის შოულებრივად დიდი სამწყნერეთი აი ეს არის ჩვევა ზევიდან გადმოყრილი ვისაც აქ ხელიდან მოშორება აი ეს ნაგავია თეთრად რაც არის აქედან გამოვლელიც აი ეს ყრის ნაგავს აიუს ეს საფხულში ახლა უეჭველი ყარს აი ეს პრობლემა აუ მეუბნებიან რომ ცოტა კაი რამე გადაიღებოდა მოწესრიგებული გადაიღე რამეო რა გადავიღო მოწესრიგებული რასაც ვიღებ ის არ ლაგდება რაც დაალაგებულა ის გამიზიარებია და მინახებია საზოგადოებისთვის ვინც მე მიყურებს რომ აი ეს პრობლემა იყო მოგვარდა და დაალაგდა რა იყო და რა გააკეთეს რომელიც ყოველდღიურად მოკეთდებოდეს და ამას არავინ არ აკეთებს დღეს საერთოდ ხო ეს პრობლემა არის ეხლა წარმოიდგინე მატარებელი რომელიც იქიდან მოდის ასე სამგზავრო ყველა ყრის ხელიდან იშორებს ყველა ანუ ყველას გულისხმობ იმ ხალხს ვისაც აქ ჩვევაში გადაგდება ნაგვის ხელიდან მოშორება ხელში ჭერა ეზარებათ და რაღაც გარკვეული მანძილი გაიაროს რომ სანაგვეში ტენოს აი ეს ამის თქმა მინდოდა ეს არის აქ ვინც აბიჟავებს ნებისმიერი გამოვლელი აგდებს ნაგავს რა